გარდა, მაესტროს გარდა 19-ში არც ერთმა საზოგადოებრივ არც ერთმა მაუწყებელმა არ გააჟღერა. სუგაგვის ჯერის და სვისჯები თურქეთისგან და სუგაგვის განუღებელია თურქეთში ელექტროენერგიის გასხვისების საასლო დატბორილი სვანეთი და შემდეგ უკვე სხვა კუთხეები, იმიტომ რომ თუ გუდონხესი გაუვათ, ყველა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ აღნიშნული გაგრძელდება იგივე ლეჩხუმში, ნამახოხესის საკით და საქართველოს სხვა კუთხეებში და ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოში იყოს ეკონომიკის ძირითადი დარგი, ენერგიის ექსპორტი ყველას და ყველაფრის დატბორვის ხარჯზე, იმიტომ რომ აქ არის საუბარი სასაფლაოებზე, საუბარი ეკლესიებზე, უნიკალურ ბუნებაზე, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობაზე, საუბარი ზემოსვანეთის ძეგლებზე, რომელსაც იუნესკო აღიარებს, ასეთი საქართველოში სულ 3 გვაქვს, ცხეთასთან და ბაგრატთან და გელათთან ერთად და ამ ყოველივეს დათმობა და დაკარგვა დიდი ფულის ასლოსაც არ არის. თუ მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა საუბარია რაღაც მიზერულ შემოსავლებზე ბიუჯეტისათვის და ამ ყოველივეს ფონზე ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ საქართველოს არის თითოეული მისი მოქალაქის, მათ შორის სვანების და საქართველოს სხვა კუთხეების შვილების და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თუ კი ისინი საკუთარ საარჩევნო დაპირებას არ შეასრულებენ, რეფერენდუმის ორგანიზებაზე თანახმა ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნებული ვართ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ გაცვლის საკუთარ სამშობლოს, რამდენი მილიონიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს იმ მცირედ შემოსავალზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში თურქეთში ენერგიის გაკეთება. ფიცი არის იგივე სიცოცხლე. ფიცის გადახვა დამთავრებულია. სიცოცხლის დამთავრებას ნიშნავს. ჩვენ თუ დავიფიცებთ, ესე იგი იმის გატეხვა და სიკვდილი ერთი და იგივეა. სიცოცხლით ყველაზე დიდი სიცოცხლე სვანი ადამიანისთვის არის ფიცის გატეხვა. არასდროს ამაზე სვანი კაცი არ იცავდა. ყოველთვის ხდებოდა ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება ფიცით და ეს აგვარებდა ყველაფერს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სვანი ადამიანი, სვანი კაცი, სვანეთში, სვანური წესებით რომ დაიფიცებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის ყველაფერსათვის. სეფისკვერები იცხოვა 12 წელი და შემდეგ კეთდება როცა ხარის გულღვეძი. აზარში არა, ტაძრის გარეთ. ტაძრის გარეთ, ხო? და ეს 12 რატომ? 12 საკრალური რიცხვია, 12 მოციქული ყავდა ეს ეკლესიას 12 სარკმელი აქვს. 12 საერთოდ ვერ აქვს. აი ამიტომ ხო? 12 თვია წელიწადში და ასე შემდეგ. და ეს არის სეფისკვერი. სეფისკვერებია, სხვადასხვა ფორმებია, ეს ნახევართვალის ფორმა. დანარჩენი მზის ფორმებია ფაქტიურად. აგერ ჯვარიც არის. ჯვარი არის. ეს მოწება. საერთოდ ჩაიდეს რომ არა შენდეს რა პრობლემის. არა. აქ მარტო ეკლესიაზეა ხაზი გასული, რომ არა შენდეს. არა შენდეს ეკლესია თუ იქნება მასე. მე მოვაწერ ხელს. ჩვენ თბილისში მოვაწერეთ ხელი და კიდევ ერთ შეწყო იყავი თბილისში. ხელი არ მომწერია, ხო შეგიძლიათ. აგერ კიდე მოვაცრობთ, დარბა ისე სხვა. ეკლესია გვაერთიანებს ქართულ ხალხს და ეკლესია თუ იქნება ხალხი ყავი გერა ლენხერეში. შეგეძლოთ ისლამ. იქაც დავიფიცე და აქ ჩამოვალ და მოგიწოდეთ რომ დავგვჭირდეს გამოშტასაც გულისტკივა, გულიშესტკივა სვანეთის კუთხისთვის, ეს არის სამადლობა ღმერთს, აი სასულიერო პირობითი საგვიძანდებიან ყველა და ლოცვით შევუთხოვთ ღმერთს, რომ დასრულდეს დღეიდან. ამაზე საუბარიც კი რომ სვანეთი ჩაიძიროს და თუმეტი სამხელა გესი აშენდეს. ამის წინამდები ვართ, პირდაპირ ვამბობთ სათქმელს ამას. გაიგონოს ყველამ. ყველას დახმარებას გხოვთ კიდევ უფალო შეისმინელოთვისა, ჩემისა ყურადი რევედრებაი, ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა შეისმინელოთვისა. ხობადე. აღა. ტექსტის ხელმოსაწერი საშუალებებით. ხაიშის თემის ცხოვრებნი ვიფიცებით იმაზე, რომ გამოვხატავთ ნებას ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მშენებლობა მიმართულია არა მხოლოდ ხაიშის, არამედ სვანეთისა და შესაბამისად საქართველოს საზიანოდ და ყველა ფიცის ქვეშ ყოფნი ერთიანად მივიღებთ გადაწყვეტილებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ფიცის ტექსტი ფიცავ არ დამიშურებს ძალღონეს და ჭკუა გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლებით არ მოექცეს წყალქვეშ. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებთ ხელმოწერით და აქ ნებისმიერ ხელთაგან შეეცლება ხელი მოაწეროს, აქ იქნება ეს შემოვედრე ამას ხელთად მოაწერს და
მიუბაზოთ ყველა. მაგრამ ბიძია, ის გვაგან ხან მიხვალე რა. ხალო ხცი. ავიჩე, მამაებს კითხეთ მე. პირონ. აქ მოგზანდით. სულანები ყველა ვარ. ზურა ეს თავი ლიგდება ყველას თხოვთ, ვისაც გაქვს სურვილი შემოვერთეთ ამ ფიცს. თქვენი ნება გამოხატოთ, მოხვიდეთ წმინდა გიორგის ხატის წინ. დაადოთ ხატს ხელი და თქვათ რომ უერთები ფიცს და ხელი მოაწეროთ